დღეს მართალია დავითის გარეშე, მაგრამ მე როგორც ბუნების და სიმწვანის და სიმშვიდის მოყვარული წამოვედი პარკში. საპიკნიკოდ. რა თქმა უნდა, მარტო არა. ვარ ადრიანასთან ერთად და კიდევ თუ მოისურვებს, გაგაცნობთ ერთ ძალიან სასიამოვნო და ულამაზეს გოგოს. მოკლედ, ეს არის ის შესასვლელი ადგილი პარკში, რომელიც ძალიან მომწონს და არის ძალიან ორიგინალური. იმდენად ორიგინალური, რომ ზუსტად ამ ადგილას იყო, როდესაც მე და დათო ვაკოცეთ პირველად ერთმანეთს. ხოდა ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო ადგილი არის ჩვენთვის განსაკუთრებული პროცესი. აქ რომ არის შებმული ხეზე ლენტები, ეგ იცი რა არის? ეგ არის, რადგან ეს ძაღლების პარკი არის. რამდენი ძაღლი დაიღუპება, იმ ხეს აბავენ ბანტს. ეგ თქვი შენ ბლოგში. თქვი, ვამბობ. ძალიან დიდი პარკი არის და ზონებად არის დაყოფილი. ეს ზონა, სადაც ჩვენ ვართ, ახლა აქ არის ძაღლების პარკი და ხიდით გადადიხარ მეორე პარკში, რომელიც არის უფრო ბავშვებისთვის და ვისაც პიკნიკი. ხომ მოგწონს? კი. თან სრული სიჩუმე არის, არანაირი მანქანების ხმა, არანაირი გარე სამყაროს ხმა. ზუსტად ახლა გამოსვლასაც მოვჩი. რაღაც მოშალ სუსახშევარ და მე გამიშვა ჯგუფი ახლა. შენ ქართულად უნდა ილაპარაკო. ჰა. ვერა? კაი. ნახე პატარა პუპი. პუპი, ყვედილია. ხეჩი თვალები ზედავაჯი. თუ გავწევთ. შემდეგ ნამდვილი ვოგუეა? ხო, ნამდვილი ვოგუეა. We are going to sleep in a tent. Y prepara la comida en el fuego. And Él va a subir a la montaña también. შენ ჩუმად იყავი, ხალო, გადაგხსო თალკი. არა დაგინახავ. la montaña. Subir a la ჩუმად კოლოქცე. კლიმბი. ხე ჩიტების ისა მაღლა. აგა. ჩიტების ბუდე. აი, 7-იანი 8 წერია. ჩიტების ბუდე ნომერი 7 და ნომერი. რომელ ნომერში ცხოვრობ 7? ანუ პატრონა ვერ ხამჩით. ბუდა აშენებულია ბუდეებს სპეციალურად ჩიტებისთვის. შევთავაზოთ ბლის ინტერვიუს ალბათონ მარიამთან, რომელიც არის დღევანდელი ჩვენი სტუმარი. როგორ ბრძანდებით მარიამთან? როგორ გასაგებია? ვარ? დღეს ძალიან დაუგეგმავი და ამავდროულად თუ დაუგეგმავად დატვირთული დღე აღმოჩნდა და ტანჯველი 2 კვირის შემდეგ დამსახურებული განტვირთვა და დასვენება მაქვს. ნატოს ძალიან დიდი ხანია არ მინახავს. საუკუნეა ალბათ.
ხან ის იყო საქართველოში და ხან მეცადინეობდი. შეხვედრილი დამსახურებულა. კაი, მოდი რამე საინტერესო ისტორია მოვყვეთ ხალხს, იმიტომ რომ რაღაც ცოტა ინტრიგანული რაღაცა აინტერესებს ხალხს. შენ მე გინდა მითხრა რომ მოსაბეზრებელი ვარ? არა, მაგრამ მოსაბეზრებელი რაღაცები არ მოყვარს. მოვყვეთ ხალხს თუ რა მაგარი მაჭანკალი ვარ. აბა მოსაბეზრებელი რაღაცებზე არ მელაპარაკო. არა, ეგ ისეთი სენსაციური მოვლენა, იმიტომ რომ მე ისეთი მინდა რომ შევეხარჯუაში. ხო, ანუ მე ხო სიგური ადამიანი. ვიღაცა რაღაცას იმდენად არ მაინტერესებს არავის ცხოვრება და არავის არაფერში არ ვარ, ვიღაცა რაღაცას რომ ვიყავ, მეორე დღეს აღარაფერი აღარ მახსოვს ხო. ყველაფერი გაიწყო. მარიამ სჭირდებოდა ინგლისურში დახმარება ხოვა და მეც კი ბატონო თქო დავთანხმდი ხო და შუა დახმარების დროს მივხვდი მარიამ სჭირდებოდა შუა დახმარება არა ეხლა მე გეტყვი მართლა სერიოზულად იყო ესე რომ აი მართლა ჩაულებრივ დაქალებივით ხდებოდით და ვლაპარაკობდით ინგლისურად რადგან მჭირდებოდა პრაქტიკა ინგლისურის სხვადასხვა მიზეზების გამო პრინციპში არ ვიცი რა სხვადასხვა მიზეზები ეგეც საინტერესოა რა თქვათ აი უბრალოდ წლის გეგმებში ჩავსვრო ამ წელს მინდოდა ინგლისურის განვითარება აი ესე თავში მომივიდა ყველაფერი რაღაცის გამო ხდება რაღაცის გამო მე გამახსენდა რომ დაქალი მყავდა რომელიც ხლავს ინგლისურს და მე ნატოს დაურეკე და დავავალდებულე იქიდან გამომდინარე რომ ჩემი დაქალი იყო დავავალდებულე დამხმარე მე ნატოს ხელში ამოვედი გავუტეხე ანუ ვერ გამიტეხა, მაგრამ იფიქრა ალტერნატიულ გზებზე და მოიფიქრა რომ ერთი წლის წინ მე მყავდა ერთი მომხმარებელი ინგლისელი კლიენტი არ თქვი ახლა სპეციალურად ნატო რა იფიქრებს ხალხი შენზე ანუ სადამუშაობდი ნატო მოდი მაგას სადმოგვიცა ოფისში მოდი ვისაუბროთ სადმუშაობდი რომ კლიენტები ყავდა მეც მაქვს მიკროფონი ნუ ისე მგონია რომ შენ мотиваცია გჭირდება იმისთვის რომ ილაპარაკოთ რა არაჩვეულებრივად ლაპარაკობ ნუ ახლა რა თქმა უნდა დაქალი არის და გულს არ მტკენდა და ზედმეტი შეფასებას მაძლევდა ვიდრე მეკუთვნოდა ამიტომ მითხრა რომ არაჩვეულებრივად ლაპარაკობდი უბრალოდ мотиваცია მჭირდებოდა ხო და რაღაცას რომ დააჯერებ იმის დაიჯერებს მართლა და სწამს და მართლა ხდება დავაჯერე რომ მაგრა ლაპარაკობდა ინგლისურად ხო და მეთქი ზუსტად მახსოვს ძალიან დაღლილი ვიყავი ვარჯიშიდან მოვდიოდი და მეთქი ხო მაგრამ სად არის მართლა არ დავფიქრებულო სერიოზულად მართლა ფიცა და იცი ერთი მომხმარებელი მყავდაო კლიენტი ხო და მასაც უნდაო ესპანური სწავლაო და ხორგაცვლიდით ენებსო აი არც მიკითხავს ხალხო გოგო იყო ბიჭი იყო მწვანე იყო თუ ლურჯი ეგრევე დამთახდა აუ კი ოკეი თქო აი ეს ძერს ყოველ გიპასუხე მაგრამ არც დავფიქრებულო მე თავიდანვე დამარტყა ეგრევე ტვინში არ ვიცი რატო მაგრამ რატომაც ძალიან დაუკავშირე ეს ორი ადამიანი პირველი ვიყავი ვიზაც პრაქტიკა და გამოუვიდა რა ხო და ეხლა 5-7 და მოკლედ მას შემდეგ დაძმობილდა ეს ორი ადამიანი დავქენით გოგო და გავუდგნენ გზას და მიყვებიან ესე ჯერ დღესდღეობით და ბედნიერად სამშვიდობსა აშენებენ ოცნების კოშკებს ნატო ესე დავასრულოთ ჩვენი ამბავი რომ მას შემდეგ გავიდა 5 თვე და მე მართლა კარგად ვლაპარაკობ ინგლისურს და მართალია არა პირდაპირ მაგრამ ეს ნატოს დამსახურება ან პირდაპირ დასაბულად აჩნია რა კუთხით შეხედავ მაჭანკლიობის კუთხით შეხედავ თუ ენის სწავლების კუთხით მე საფუძველი ნატომ ჩამიდო ხო და ასე გავიდა იმის მერე 5 თვე ჩვენ უკვე 5 შვილი ყავს ცხოვრობდით თეთრ სახლში და ყავს ძაღლი და კატა ხო ჭირი ხალხინი კატა ეს ბედნიერი ამბავი იყო 5-7 ხალხო ეს ნატელი მომავალი გაინტერესებდა გოგონიათ რომ ჩემზავით მინდრუს დაგვებივით მარტო დარჩევით წელი ცხოვრება თქვენი უბედური ხასიათიდან გამომდინარე დაუკავშირდით ნატოს 5-7 აუ ძალიან მაგარი რაღაცა გამახსენდა აი იქით არის იცი რა არის ნუში გინდა წამო აღონ დარუცი ექნება თუ არა ეხლა აბა მე წავიდე ქალო მარტო მიდი ოკეი წამო მე მარტო დამტოვის არ გამომყოლე
აქ უნდა ავიდე. აი ეს არის ნუში. აი ეს არის. მე მგონი ასხია? აღარ ვიცი. ნახო. ასხია. ოღონდ უკვე მაგრები არის. მე პატარები მინდოდა. ნახეთ რამდენი ასხია ნუში. ძალიან დიდები არის უკვე. მე მიყვარს აი პატარები რო არის სანამ მოიწევა და გულიანად რო იჭმება. მაგრამ ეს უკვე ნახეთ. აქ ძალიან მალე მწიფდება. არა მაისის 24 რიცხვია, 25 რიცხვია და უკვე ჩოლებრივ არის მოწეული ნუში. ორი ერთმანეთზე ზარმაცი წევს აქ. ტიგორავს. უი. კაია? კაია? არა და რა დამპლები არიან იცი ბეღურები? მერცხლებს აგდებენ და თვითონ მიდიან. ბატუკებიც მოვიდნენ. ბატები თუ იხვები, ზუსტად არ ვიცი. იხვები არიან თუ ბატები? მაგრამ რა საყვარელი აქ ნახე. კისერზე როგორი ის აქვს ბანწუჭკასავით. იხვები არიან? ყურს რო უყურებს თან, რა არა, ეხა მიბიდე, გავრისკო თუ არ გავრისკო, ხო? აქ ის ამაგეროთ ვინ გარისკო. ნახე. ვაიმე, ვინები მოვიდნენ. ვაიმე. პაჭუკებიც მოიყვანეს ლაქნან. ფოქმარია. დაირივნენ. რაღაცაზე დაირივნენ. ნახე. მოდით ჭამე. სხვებს უყურე როგორ აი მესინიც მოდიან, ნახე, ყველანი დაიძრნენ. მარიამ, სო, გახარჯე ხა რაც დარჩა პური. თელი ჯარი მოვიდა. არა გოგო, ისინი არ ჩხუბობენ. აუ გაფიცებ, კაი. მამრები არიან ყველაზე ლამაზები და დედრები უფრო შედარებით ნაცრისფერები და მე მგონი აი ეს მამრები არიან, აი კისერზე რაღაცეები რო აქვთ. რაღაცაზე დაირივნენ მართლა. პატარა ინფორმაცია ამ პარკთან დაკავშირებით. ჩემს უკან ხედავთ აი ესეთ ხელოვნურ წყალსაცავს, რომელიც შექმნილი არის სპეციალურად ძლიერი წვიმების დროს, რომ არ დაიტბოროს ქალაქის ეს ნაწილი. ეს წყალსაცავი დაახლოებით იტევს 45,000 მ3-კუბიკამდე. ამ პარკს კიდევ სხვა დადებითი თვისებები გააჩნია, მაგალითად არის ძალიან კარგი რეკრეაციული ზონა იმ ადამიანისთვის, ვისაც სჭირდება განტვირთვა ან სხვადასხვა აქტივობის გაკეთება, იმიტომ რომ ამ ტერიტორიაზე არის გაშენებული უამრავი ფლორა და ფაუნა, რომელიც მხოლოდ აქ მოიპოვება. და ძალიან საინტერესო სანახავი არის, ასევე არის სუფთა ჰაერი, წყალი და სხვადასხვა სახის ფრინველები, რომლებიც გართობაში და განტვირთვაში დაგეხმარებიან. რას ბუტბუტებ? ვიდეოში აღწერაში დაამატე ეს გოგო არის იქცესი. კამერა აჩვენებს ცოტა გასუქებულად, მაგრამ რეალობაში იქცესია ეს გოგო. არა გერიოთ.
იცის ფერი რა არიცი? ზღვა. ზღვა. აგედება ზღვა. ჩი მაიმუნე რა დღეში ხარ? ნახე შაშვები. ესაა შაშვი. აბა, მაგე იქით რო დარბის შაშვი. ხედავი? კი ძალიან. ხუში შუაგულზე ხუში როცა არა ადამიანური სიცხე არის გარეთ, აი ამ პარკში თუ მოხვდეთ და აი ამ გრილი ხეების ქვეშ დაიბინადრებთ და გაატარებთ რამდენიმე საათს. მერე მიხვდებით თუ რამდენად დღის ცხოვრება. არა. კი. აი ამ ფონზე დაგემშვიდობებით მეტროებით.